იმდა რაღაცა ზონებოდა სიცილი დავწყვიტა რომელსა როგითხა რა სახელს მარკვება კიდე და საათობრივ ასე მქონდა ხელი და ეს ტკბებოდა ეგონითი ჯოხის წმები რამაც მისი საქმე ეს იყო ფული აიღო დრო გასულიყო შენ თუ გინდა განათლება მიგიღო თუ გინდა არ გინდა მისი სულ ერთი აი სისტემა მაგრამ ამან ბევრი ხალხი დახია უკვე იყო ხალხი ვინც იბრძოდა იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაეღვიძებინა გაენათებინა და ეს ხალხი აწყონოს ასეთები ყავდნენ მაგრამ ებრძოდნენ ამას შეიცვალა ეს ათეიზმი და მოვიდა ლიბერალიზმი და ეს ლიბერალიზმი სულ უბედურება იყო კიდე ეს რა იცი ფარისევლები არიან ეგ ღმერთსაც ადედებენ პირით მაგრამ შიგნით ცხოვრობენ უბედურად აი დღეს რაცა იდეოლოგია ლიბერალიზმი იყენებენ ილიას სიტყვას იყენებენ აკაკის სიტყვას გოგებაშვილის სიტყვას რაღაცა იმან ეროვნული იდეოლოგიური ლიბერალური ყო ის თუ ასე იქცევოდა მეთვალობთ იმას გასცემს პასუხს უფალი მაგრამ არა ის აი ის ასე არ ფიქრობდა ის მაშინ არ იტყოდა ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოთ ეცო ის მარე არ იტყოდა მაშინ რომ აბა რას გვაგებ ჩვენი სულთანი რომ აჩეჩოს მარტო მიწანი და არ მოსწრიდეთ ძილით იმ ბალახს რომელიც უშლის თესს ამოსვლას ქართული თესის გაღვიძება ლიბერალიზმი ხელს უშლის ჩვენ ქართველები ვართ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ქრისტიანები ვართ ჩვენი გზა არის ქრისტეს გზა ჩვენი გზა ავაზაკის გზა არა ჩვენი გზა არ არის ლიბერალიზმის გზა ჩვენი გზა არც ევროპისაკენ არ არის ჩვენი გზა ქართული გზა არის და ასე ვისთანაც უნდა ვიმეგობროთ ვიმეგობროთ სპარსეთთან თურქეთთან რუსეთთან ვისთანაც გინდა თუმცა ქრისტიანები და მართლმადიდებლები და ქართველები რომ ენა მამული და სარწმუნება ჩვენია სხვაგან არსად არ არის დააგვერდით ხალხო თქვენ მე მაგალითად ქართული ენის სწავლა რო დავიწყე აი ია ეხლა უკუღმა წაიკითხეთ იგივე აია წადით სხვა ენაში მოძებნეთ სადმე თუ ეს წერია ასე ჩვენ გვაქვს მარტო ის იაკობ გოგებაშვილმა მოძებნა ჩვენი ძარღვი კარგი ძარღვი რომ მოდიოდა დინებით და ია პატარა ია დაგვიხატა და გვაჩვენა და მე იქიდანაც წერია იქიდანაც და იკითხავ ია წერია იქიდანაც აი მე ჩემს პატარა შვილიშვილს ვუთხარი რომ ბაბუ მეთქი 12 წელი მუხის ნერგი დავრგე მეთქი ეხლა რო ვიყავი მეთქი იმერეთში ოდა სულ მეთქი 18 გვაქვს მეთქი იმ ადგილზე დარგული თქვა ეს პატარაა ჯერ 5 წლის მაგრამ დედამის უთხრა დედა ენის წიგნი მისცეს და გადაშალა და მუხა ნახა და მითხრა მეც მომწონსო მაგარი ხეა აი იმას ეს ტვინი აქვს მე გამიხარდა იმიტომ რომ იმაში ცოცხალია ის გენეტიკურად მე არ ვისწავლები არც არავის მე უბრალოდ ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ჩემი აზრი მე მაქვს მაგრამ ეს აზრი იმაში ცოცხალია და მოდის და ამ ერს ამ ქვეყანას იმნაირები ქვეყანა და გადაშენება არ უწევია თქვენ ამის იმედი გქონდეთ იმიტომ რომ სადაც შეიკრიბოს 2 ან 3 სახელითა ჩემი და მეც იქ ვარ უფალმა თქვა ამიტომ ჩვენ სადუგეველები ათეისტები და მატერიალისტები ესენი არ ვჭირდება ჩვენ იდეოლოგიას ეს არ ჭირდება ვინც შემცდარია მაგათ შენდობა უთხრობ და იმათაც მიუტევოთ იმიტომ რომ გჭირდება მატერიალურად ეს ხალხი ფიზიკურად გჭირდება იდეოლოგიურად არ გჭირდება ასევე ლიბერალებს აი დარბის არ იცი საით დარბის ისე იყო მაშინ დარბოდა არ იცოდა საით დარბოდა რა კნა თაობებმა იმასხნე ეს ჩაიდინე ეს როცა თაობებმა ჩაიდინე როცა მაცხოვარი ჯვარზე აცეს რა უთხრა ებრაელებმა ხო ხედავი რა დაუძახეს იმას პროკურატორს სისხლი მაგისი შვილთა ჩვენთან ზედაო აი მე 5 თაობამდე გადაიტანეს ამ მართალი კაცის სისხლი ღმერთ კაცის სისხლი და აიგავენ პირისაგან მიწისა და გაიფანტენ თერცოფლიო გაფანტა ის მტერმა ვიდრე რომ აი ამ ფარისევლებისა და სადუკეველების იდეოლოგიის გამყოლები იყო
და ვინც ქრისტეს გაბა მერე სულეუბნებოდა, უნდა შეიკრიბო, დღემდე ვერ არის ეგრებილი და დღემდე სვენები კიდე წოდების გამო. როიცოდეთ თქვენ მაგრამ მე ამას ვამბობ, რომ უარი უნდა უთხრათ იმ ლიბერალობას და ფარისევლობას.